ახლა ამ წუთებში აქციის მონაწილეები თქვენ ხედავთ მათ კადრში მარშით მიდიან ევროპის მოედანზე, სადაც თეატრალური მანიფესტი უნდა გაიმართოს. მანამდე როგორც გითხარით იყო, როგორც მაყურებელ შენს უყვებოდი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა, ბათუმელებთან ინტერვიუს შემდეგ ეს ამ დრომდე არ გაჟღერებულა მედიაში. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს, მოისმინა მათი ისტორიები, მოусმინა მათი ოჯახის წევრებს. რამდენიმე ადამიანი იყო ამ შეხვედრაზე, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, თუმცა ჩვენ დავადგინეთ ამ ადამიანების ვინაობა. ერთ-ერთი არის ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად არის. ლუკა, სულ ცოტა ხნის წინ იყავი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე. რა უნდოდა პრეზიდენტს, რა მოისმინა და რა გზავნილები გაატანეთ დღეს ბათუმიდან? დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს ქალბატონი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ჩამოსული შესახვედრად იმ ადამიანებთან, ვინც აქციების დროს დაკავებულები იქნენ და დაზარალდნენ. ჩვენი მხრიდან გაუზიარეთ გამოსtildeებები, მოუყევით ის ამბები თუ როგორი ბინძური და სამარცხვინო ხერხებით აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს სრულიად უმიზეზოდ. ასევე მოვახსენეთ სასამართლო პროცესებზე როგორი ცირკი იყო, როგორი ცირკი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესის დროს და ერთი თხოვნა ჰქონდა პრეზიდენტის მიმართ, რომ აი ჩვენგან წაიღო დანარჩენი საქართველოსთვის ის, რომ ჩვენი ეს ერთობა, ჩვენი ეს უპირობო სიყვარული ერთმანეთის და ბრძოლის უნარიანობა აუცილებლად იქნება იმის გარანტი, რომ საქართველო იქნება ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ჭეშმარიტ და ძლიერი ეროვნული და ევროპული სახელმწიფო. მადლობა. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილს ამ დახურულ შეხვედრაზე შეხვდა, მათე იყო. მათე მოკლედ რომ გითხრა, ძალიან რა შთაბეჭდილება დაგრჩა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს. უკაცრავად ჩვენ ფორს-მაჟორში მუშაობდა, ვეცდებით თან ოპერატორს დავეხმარო ამ სრულობის გადაღებისას. ხო, მე ვფიქრობ, რომ ქალბატონ სალომეს ჩვენ მივეცით ჩვენი წილი мотиваცია იმით, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა და უთხრაით, რომ 11-12 იანვრის მოვლენებმა არაცუდი გავლენა იქონია ჩვენზე, არამედ იქონია ის, რომ უფრო ერთ მუშტად შევკრა და ბოლომდე ვართ ბრძოლისთვის მზად. ამიტომ ქალბატონ სალომეს უსურვებ წარმატებას იქ, სადაც იბრძვის და საერთაშორისო ასპარეზზე უსურვებთ, რომ ჩვენი ხმა გაიტანოს სრულიად ბოლომდე. ჩვენ აქ დავიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს. მადლობა. ევროპულ მომავალს ახალგაზრდები ბათუმში ძალიან დიდი ხანია იცავენ. აი ეს არის ის რეალობა და ის კადრი, რომელიც ახლა შემიძლია გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში. მარშით მიდიან სტუდენტები ევროპის მოედანზე, სადაც მსახიობები უკვე ელოდებიან და რამდენად ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილი შემოუერთდეს ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას.